უკვე ერთი თვეა ბათუმის მერიაში ახალი თანამდებობა მერის მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში შეიქმნა. ერთი თვის განმავლობაში მიღწეულ სიახლეებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე შორენა მამულაძემ დღეს საჯარო შეხვედრა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს მან ეფექტური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა და სთხოვა პრობლემების აღნუსხვაში დაეხმარონ. საუბარი შეეხო შშმ პირების დასაქმების საკითხსაც. გიორგი ერმაკოვი პირობას დებს, რომ როგორც კონკურსის, ისე პირდაპირ გზით დასაქმებაზე იმუშავებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უპირველესად ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნას. რა თქმა უნდა, ადაპტირების პრობლემებია, რაც ყველაზე აქტუალურია, ანუ თვითონ მერიაც არ არის ადაპტირებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში ამით დაიწყებს მრჩეველი, უკვე მიაწოდა მან რჩევა, წინადადება, რომ მერია იყოს ადაპტირებული, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შორენა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩვენთან და ფსიქოლოგის თანამდებობაზე და ჩვენ მასთან თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, მეგობრობთ კიდეც და ჩვენ ყოველთვის ვაპირებთ მისვლას მასთან. Გრუნდელი შეხვედრის არსი და მიზანი გახდათ ის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ქონოდა შესახებ, რომ მერიაში შეიქმნა შტატი, ახალი სამსახური, მერის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით. პირველი ჩემი სამუშაო მიმართულება არის ადაპტაციასთან დაკავშირებით. აი ახლა უახლოეს მომავალში მგონი წლის ბოლომდეც ორივე მერიის შენობა იქნება ადაპტირებული სათანადოდ. ერთ-ერთი მოვალეობა შორენას იქნება ზუსტად ეს სამსახურებში არსებული ვაკანსიებიდან სამსახურების დატვირთვებიდან გამომდინარე. ეს შეეხება საკონკურსო თანამდებობას თუ ეს შეეხება თქვათ აიფში ან შეპესში არსებულ ვაკანსიას. ზუსტად იბრძოლოს ჩემთან ერთად იმ საკითხებზე, სად რომელ სამსახურში რა მიმართულებით შეიძლება თქვათ ამ კატეგორიის ადამიანების დანიშვნა.